გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 26 მარტია. ერთი წლის წინ ალბათ ყველამ რო გავიხსენოთ, რამხელა ემოციის შადრევანი იყო საქართველოში და რამხელა სიხარული და ბედნიერება იყო. ალბათ იმას ვიტყოდი, რომ ის სიტყვას სიყვარული ამდენი ხნის გახლეჩილ და ასე დაყოფილ და ასე გათითო კაცებულ ერს ისე ჭირდებოდა როგორც ელექსირი და რაღაცნაირად ესეთი იდეასავით გამიჩნდა, რომ შეიძლება ეს დღე იქნას დაწესებული, რა ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ რაღაცა ის შეგრძნება მაქვს ერის ერთობის დღეთ. ერის ერთობის დღეთ ყველა ქართველის და ყველა საქართველოს შვილი იყო მაშინ ბედნიერი, იყო ამაყობდა ამ ყველაფრით და ეს შეძლეს იმ ბიჭებმა და იმ კაცმა, რომელმა კაცმაც, უცხოელმა კაცმა, რომელმაც შეძლო ამ ასეთი ნანატრი გამარჯვება, დამსახურებული გამარჯვება მოიტანა საქართველოსთვის. დაუმარცხეთ საბერძნეთი, გავედით ევროპაზე, ძალიან დიდი სიხარული იყო და ამდენი უბედურების შემდეგ რაღაცნაირად ქართველმა ერმა გაიხარა. ესეთი დღე არის და ამას ვერაუვლდი ნამდვილად გვერდს, ახლა ისტორიებსაც იხსენებ და გვერდი და გამახსენდა ყველანაირად ეს ემოციებით სავსე დღე და არ შემეძლო გვერდი რო არ ამებლო, მანამდე სანამ დიდი ხნით არ მოგაწყენ თავს, რაც ვიდეო ლაივი ჩავწერე, ვაპირებ ვიდეო ლაივის ჩაწერას ვაპირებ მაღაროელებთან დაკავშირებით, არ ვიცი რატო ზოგიერთი წერს, მე ადრეც მიხსენებია ეგ საკითხი, წინაზეც როდესაც იყვნენ ჩამობრძანებულები და მაღაროელებს პროტესტები ქონდა, ჩემი მეგობრებიც იყვნენ მისული, ხალხაც მოუწოდე, ამ შემთხვევაშიც არანაირი განსხვავება არ მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში რა შემიძლია, ხარს უჭერ შრომელ პატიოსან ადამიანთა ერთობას, საკუთარი პატიოსანი შრომისთვის და რა თქმა უნდა, მათ მხარეზე ვარ, რა თქმა უნდა, რა შემიძლია ჩემი მხრიდან მოწოდებასაც არ დავაკლებ და ინფორმაციასაც გავავრცელებ, რასაც ეს ხალხი ავრცელებს თავის გვერდებზე და რა ვიცი, იქნება და რამე შედეგი გამოიღოს, იმიტომ რომ ის რომ უდიდესი პრობლემა არის ეს ყველაფერი საქართველოსი და ამ უბედურ დღეში ვიმყოფებით მთელი ქართველი ერი, ეს არ ახალია და გული რაზე მწყდება, იცი? აი, მე ვფიქრობდი ახლა ამ ერთი წლის წინანდელ ამბავთან დაკავშირებით, როგორ იყო გაერთიანებული ქართველი ერი. იმ დიდი სიხარულისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ველოდებოდით და რამხელა სიხარულით მივახციეთ ამ ყველაფერს. ხო შეიძლება ასე იქნას ერი გაერთიანებული იმ პრობლემებისთვის, რომელი პრობლემებიც არის ერის ეროვნული პრობლემები და რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ქართველი ახლა გვერდით უნდა ედგეს ამ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც არაერთხელ მოატყუეს, რომლებიც პირდაპირ თქვა, როგორც მონური სამუშაო ისე არიან ჩაყრილები ვიღაც უცხოელების და ვიღაცა გაქსუებული ბეჟუაშვილების და ამათ ამ სანაგაოს გასამდიდრებლად და დადის ეს ხალხი თბილისში, ითხოვს სამართალს და 1.5 მილიონნახევრიან ქალაქში 100,000 ადამიანი არ იკრიბება, რომ მათი თანამემამულე, მათი გვერდში მდგომელი, მათი მეზობელი, მათი სისხლი, ხორცი და მაცავით უბრალო ადამიანი ასე არის დაჩაგრული და ასე არის დაჩაგრული მთელი საქართველო. არ ხდება ეს. ამ კითხვას რატომღაც არავინ არ სვამს, რომ ეს არის უდიდესი პრობლემა. როდესაც მთელი ქალაქი, მთელი მშრომელთა ქალაქი გამოსულია, პროტესტს აწყობს და ამას წესი და რიგით უნდა აყვეს. არა მარტო ჭიათურა უნდა იყოს, ასე ზესტაფონიც ასე უნდა იყოს, ქუთაისიც ასე უნდა იყოს, ზუგდიდიც, ბათუმიც, ფოთიც, თბილისიც და ყველა უნდა უჭერდეს, იმიტომ რომ
ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენი ერის ცხოვრება არის ეს, მაგრამ რაღაცა ყველა ათითო კაცებულია და ყველა თავისითაა და ძდილობისთვის იფარგლებიან. აი ამას ქვია ჩემოკარგებო. როდესაც ერთობა არა ხალხში, როდესაც ერს ერთობა არ გააჩნია ასეთ სიკვდილის სიცოცხლის საკითხებზე და მე ხდება ის რაც ხდება. და როდესაც ხსენდება ერის ერთობასთან დაკავშირებული რაღაცა თუნდაც პატარა ინიციატივა, თუმცა არ არის ეს პატარა ინიციატივა, საკმაოდ დიდი ინიციატივა და სერიოზული ხალხის ინიციატივა არის, იმ წუთში გამოხდებიან მერე სულ ყველა დაიწყებენ კივილ-წივილს. შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი, თქვენ ხო ხართ მაგარი ხალხი. დადექით, გამოიყვანეთ ერი, გააერთიანეთ, გაამთლიანეთ. გამოდით 256-ვე პარტია. თუ 333 ხართ, კაი, ერთი პარტიაა პარლამენტში. დანარჩენ პარტიას ფეხებზე გკიდიათ ეგ ხალხი. რატო იცი? იმ ერთი პარტიის შვილები ხართ უყველა თქვენ. და დისკომფორტი არ უნდა შეგექმნათ. დისკომფორტი არ უნდა შეექმნას ხელისუფალს. ბიჭო, ეს ნაგავია ბიძინა ივანიშვილს, ბიჭო, რა უნდა უთხრა? ზემოიმერელი კაცი მაინც არ იყო, შეუსინდისო. შემართლა ჭორვილელო მაიმუნო, შეუჩოპინტრე. ვინმე აშენებას ხო არ გთხოვს? არჩევნები არაა დიდხანს დამთავრებული. ჭიათურაში ხო ქოცებმა მოიგეთ. ხო პირდებოდით ამ ხალხს, ამას, ხო მოგცათ ამ ხალხმა ხმა. ახლა ეს ხალხი ქუჩაშია. მთელი ჭიათურაა გამოსული, მთელი თბილისია გამოსული. ხო თბილისში არიან ჩამოსული, ნეტა მთელი თბილისი იყოს გამოსული ბოდიში. სადაა ხართ? იმერელი კაცი ხარ. გაჭირვებაში გაზრდილი ბატებს წემსავდიო. ისე თუ წემსავდი ბატებს, რაფერაც შენ ერს მართავ, კარგად გექნებოდა საქმე, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ ასე მოგემწყესა, ისე როგორც შენ ბანკს და შენ ფულს და შენ ქონებას არ დააქციო, მაგრამ ქვეყანა ფეხებზე კიდია. აი, როდესაც ამბობს რომ რა შეუძლია ერის ერთობამ გააკეთოს და ეროვნულმა გაერთიანებამ გააკეთოს, აი ესეთი სასიცოცხლო პრობლემები, რომელსაც 256 თუ 333 პარტია ვერ აგვარებს, აი ესეთი პრობლემები უნდა მოაგვაროს. აი ესეთი პრობლემები. ახლა მაგ უნდა იდგეს 10,000-ობით ქართველი. აი მაგ ხალხის გვერდით. აი მაშინ იქნებოდა შედეგი. მაშინ დაიდებოდა შედეგი და მაშინ დაიხევდა დიდი ქოცობა უკან. მაშინ დაიხევდა. გამოთესლილი მთელი ეს ქოცების მართალს ბრძანებთ, ქალბატონოლია. პარტიას და რატო არის პარტიას და ეროვნულ და მოძრაობას და საერთოდ სამშობლოსთან განსხვავება. ეხლა ის ქოცები, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ასე რომ ვთქვათ, ვენებს იჭრიდნენ იქ ჭიათურაში დარბოდენ, ეს ნაგავი, ეს დედაძაღლი ხალხი და ხმა მოგვეცით და ასე იქნება და ისე იქნება, ახლა შემძრალი არიან მათი პარტიის ოფისებში და ამ ხალხის ლანძღვაგინებით არიან დაგავებული. სადაა ერთი ეს აყვავებული ეკონომიკა? ამდენი ოჯახი რჩება მშერმწყურვალი, საერთოდ თუ რამე მუშაობს საქართველოში, მიწაში რაცაა დარჩენილი, ისა მოაქვს და იგი სხვას მიაქვს. და ამას ვერც ერთი ქოცი ვერ ამჩნევს. ვერც ერთი ქოცმადიდებელი ვერ ამჩნევს. ახლა პარტიიდან ამერი დავალება აქვთ. უფრო მეტიც, უნდა ლანძღონ, უნდა ათახსინო, ახლა გამოვლენ თქვენ ნაცები არიან. ნაცები არიან ქუჩაშიო და არ გახვიდეთ ქუჩა. აი ეს არის ხალხო პოლიტიკა. აი ეს არის პარტია, ეს არის პარტიული ნაგვური ცხოვრება და რასაც ქვია ეროვნული გაერთიანება ქვეყნის ეროვნული პრობლემების ირგვლივ და რასაც ქვია გაერთიანება მართლა სასიცოცხლო და ვისაც უნდა საქმის კეთება, ის არის გაერთიანება ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ზოგ-ზოგი ერთი რო წერთ, თქვენ საღა ხართ რა? ბიჭო, ჯერ არ შეკრებილა, ჯერ არ დაწყებულა 30-ში არის, ისა რა ქვია, ეს ქოცების შემოყრილი ნასეტკები. სხდომა რომ შეიკრიბონ და თქვათ, რომ აქა ვართ, ვიკრიბებით და უკვე ითხოვენ პასუხს. რომ თქვენ სადა ხართ? და თქვენ სადა ხართ ერთი ისა რა ქვია? ეს ხალხი, ვინც ამ ხალხს დაპირდით, ვინც ამ ხალხის კეთილდღეობას დაპირდით და აგერ ახლა ელემენტარული საარსებო საშუალება უკმა გამოუგდეთ, პირით. თქვენ სადა ხართ? ანუ 256 პარტია სადა ხართ? სადა შენ გენაცვალე
პროფკავშირები საქართველოში, სად არსებობს პროფკავშირი საქართველოში. პროფკავშირი რო არსებობდეს, კანონით 20 ლარი უნდა იყოს ხელფასი? 20 ლარი უნდა იყოს ხელფასი? არ არსებობს საქართველოში, რა პროფკავშირი უნდა არსებობდეს? რომელ პროფკავშირებს ეძებთ? საიდან? სადაა პროფკავშირი საქართველოში? ესენი არიან ჩვეულებრივი წურბელები, რომლებიც არის ფურცელზე და იმდიდრდებიან ზოგიერთები. ასეთი შრომის კანონი რო არის, ასეთი მინიმალური ხელფასი რო აქვს ქვეყანაში. და არავინ ხმას არ იღებს. რა შეინტერესებს პროფკავშირს მაგი? პროფკავშირს ზია გაქცევებული ვიღაცა კოცი, პარტიის დანაყოფი და მისასვლამს და მისასჭამს. გამოდით ზია და დაუდექით ამ ხალხს გვერდით. გამოდით, ხო ხართ 256 პარტია. გამოდით 256 პარტიამ. და გამოაცხადეთ გვერდში დგომა ამ ხალხს. რატო არ აცხადებთ? რატო არ აცხადებთ იცი? იმიტომ არ აცხადებთ, რომ ერთი სისტემის შვილები ხართ და ვინც აცხადებს, რომ გვერდით უდგანან, ვითომ და ვინებს იჭრიან. ესეც კიდე ძალკე თემა არის. როგორი გვერდში დგომა იციან, ეგ ძალკე თემა არის ახლა. ვინც რო კითხო რა საკეთებს, ვითომ. ნუ გვერდში დადგებიან, ნახავთ აქ. ესენი უბრალოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ ამ დროს. მე ხელისუფლებასთან ივაჭრო. რომ აი აქცია არის აგერ და ჩვენ ამათ დაუდგებით გვერდში და გავაპიარებთ ამ ყველაფერს და ჩვენსკენ გამოიხედე პატარა და იქ რაღაცას ორლუკმას გადაუგდებენ და გაგრძელდება ის. ნორმალურ ქვეყანაში რა უნდა იყოს, იცი? ყველა ასეთი სტრატეგიული ობიექტი უნდა იყოს, ნაციონალიზაცია უნდა იყოს, მომხდარი, გადაცემული უნდა იყოს ხალხზე. ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იმ დასაქმებულ ადამიანებზე, ვინც იქ მუშაობენ. და წილი უნდა ხვდებოდეთ ყველას იმ მაღაროდან, რაცაა შემოსავალი. გადათხარეთ და გადააქოთეთ მთელი საქართველო. მაგი რა თქინდათ ვიძიათ თქვენ? მაგი რა თქინდათ? მაგი რომ მე რაფერი იქნება ბიძინე. მე რაფერი იქნება ქოცობა. მე როგორ იქნება მე ხალხს როგორ დააბოლებთ. აი ასეთი დამპალი ხალხი ხართ თქვენ. და ესე დამპალ სისტემასთან გვაქვს ქართველებს საქმე. გამომივა ახლა მე ვიღაცა და ღმერთო დალოცე, ხმას როგორ იღებ შენ? მაღაროელებზე სამება აგიშენა იტყვის. კი მარა მე ჩემი ლანძღვა და ჩემი ის რო გიკვირთ და ფაქტების დასახელება რო გიკვირთ. გაყიდულია ერის ეროვნული სიმდიდრე, ამდენი ქართული ოჯახი შეერწყულვარ რჩევ. თქვენ ეს ანაფორიანების არ ახავთ. მაშინ ხო კარგად მოუწოდეთ ხალხს არჩევნები რომ მოდის 51 მოხაზეთ 51 მოხაზეთ. ახლა რატო არ ეუნებთ არაფერს? ახლა პოლიტიკაში არ ერება ხო ეს ანაფორია. აი ასეთი მახინჯი სისტემაა შექმნილი. ასეთი დამპალი სისტემაა შექმნილი. და ამაშია მთელი პრობლემა. ყველა ამ სისტემასთანაა დაკავშირებული. ანაფორიანი, უანაფორო, ვითომ პარტია, ვითომ ოპოზიცია. და თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ყველა ხართ ნაგავი და არაფრის გამკეთებლები საქართველოსთვის და ხართ, არაფერი თქვენ საქართველოსთვის არ გაიკეთებიათ. ვერც ვერასდროს ვერ გააკეთებთ. ხო? აი ის არის მტერი. ის არის მტერი, აღზრდით სულ ყველა. მიდით, შემოვესიეთ, დამიწყეთ ლანძღვა გინება. მიდით, დაიწყეთ, პატრიარქს აგინა დაიწყეთ. სინოდზე ამას ამბობს, იმას ამბობს. და თან ფაქტსაც რო ვერდებთ, რომ როდის ვიგინე. მათხოვრებო თქვენ. თქვენ კიდე შემოკარგებო ჭიათურებს ისე ერთ რჩევას მოგცემდით, რომ მაგ ჭიათურაში ქოცების ოფისში ვინც მუშაობს და ვინც თანამშრომლობს და ვინც ხელფასს იღებს და იქ უნდა მიხვიდეთ და უნდა მიაფურთხოთ და გამოუშვათ ის ხალხი და საერთოდ დასაქცევია ის ოფისი. იმიტომ რომ მე რამდენად გაგიკეთათ კოცობამ ეს. რო აძლევით მაშინ ხმას, მაშინ გეფიქრათ. არა, ქვეყანაში არც პროფკავშირებია, არც სასამართლოა, არც კანონია, არც ეროვნული გაერთიანება, გაწირულები ხართ. ხართ ამ დამპალი სისტემის ხელში. და ბარეორი მოვა კიდე აქციაზე და დაგიწყებთ ბრძნული აზრების შემოთავაზებად, ესე გავაკეთოთ, ისე გავაკეთოთ, ახლა სუსი ზის და მაგას ამუშავებს, რომ მაგ მოხდეს ჩაკრან და ჩააქრო. და მარგინალიზაცია გაკეთდეს მაგ ყველაფერს. ამიტომ ძალიან დიდი ჭკუა უნდა მაგ ყველაფერს და სოლიდარობას გიცხადებთ, გვერდით გიდგავართ, რაც შემიძლია ჩემი მხრიდან ყველა ნორმალურ ქართველს მოუწოდებთ, გვერდით დაგიდგეთ და რაც შემიძლია ჩემ აუდიტორიას თქვენ ვიდეოებს გავუზიარეთ. მეტი რა შემიძლია მე გავაკეთო ჯერჯერობით. ხართ ჩავარდნილი
ნაბიჯვარი, გათახსირებული, გაქსუებული, აი იმას რო იტყვიან, ბურჟუის რო უწოდებდნენ და დაცინოდა ხალხი. აქსუებული ფაშისტების ხელში, ჯალათი ფაშისტების ხელში. როგორც არის ხაზარაძე, ბეჟუაშვილი, ჩხარტიშვილი, მთელი ეს სანაგვე ახლა წარმოიდგინეთ ეს ქართველი ბოზმესმენები, ესენი თქვენ არასდროს კაი არ მოგიტანით. ქართული როგორ გითხრათ, იცი? ქართული მიწით, ქართული ბუნებით, ქართული რესურსებით და ქართული სისხლით და ქართველების უბედურებით არის ეს ხალხი გაერთიანებული და გამდიდრებული. ეს მართველი რგოლი და ეკონომიკური რგოლი და მათ შორის ანაფორიანი. ყველა კარგადაა. ყველა კარგადაა, გაჭირვებული არის ქართველი. საქართველოში ქართველის მეტი არავინ დაჭაგრული. ისე როცა ვამბობ ქართველს მე ყველა საქართველოს გულისხმობს ზოგიერთისთვის რომ იყოს ისე გასაგები. ეს თქვენ ყოფთ მე ვინც არა ქართველია იმ არადაში, იმიტომ რომ სიტყვებშიც გამოეკიდოთ ადამიანს. ჭირდება, აი ამიტომ ჭირდება ქვეყანას. ქართველთა დიდი გაერთიანება, რომ საქართველოში არ დაიჩაგროს არავინ საქართველოს შვილი და არ იქნას აღზევებული ნაგავი. ისეთები როგორიც გვახსოვს და არსებობენ ახსოვს ფადი ასლები და 1000 ფალოსის ასლები და ჩხარტიშვილები და ესენი და ესენი. და სანამდე ერთ რაღაცას ვეტყვი რა, აი დავიწყე ეს ვიდეო ლაივი იმითი, რომ ერთის ეროვნული ერთობის დღე შეიძლება დაწესდეს დღევანდელი დღე თქვა, იმიტომ რომ იმდენად გამთლიანებული, გაძლიერებული, ერთმუშტად შეკრული იყო ქართველიერი, გამარჯვება იყო არ დაუვალი, ისევე როგორც არ ვიცი, ახლა 9 აპრილს ვერ შევადარებ, იმიტომ რომ 9 აპრილს მაინც დიდი სევდა ახლავს ამ ყველაფერს დიდ სიხარულთან ერთად, მაგრამ ერთობაში და ერთმუშტად შეკრობაში ნამდვილად შეიძლება ეს ყველაფერი შედარდეს ერთი მიზნისთვის და ეს მიზანი იყო საქართველოს გაერთიანება. სანამ ერთმანეთის გვერდით დგომას, ერთმანეთის ერთი მიზნისთვის და ქართველის სიყვარულს და დაფასებას არ ისწავლის, მანამდე არაფერი არ ეშველება ქვეყანას. ისე რომ რიგითი ქართველის ტკივილი რო არტკივა ქართველს და 51-ო და ბიძინა ისაო, რა ქვიაო, ღვთისკაცი არისო და ექვთიმე ღვთისკაცის არისო და სამება ამიშენაო და ამდენი ეკლესია აღადგინა, ამდენი ქველმოქმედიაო და იქეთ რო გაიქცევა. იმანამდე მანამდე ვიქნებით ერი ამ დღეში. და ვინც აი ამ ერთობის წინააღმდეგია და ვინც ამ ერთობის დაშლის მიზეზებს ეძებს, ყველა არის მათხოვარი და ნაძირალა, ყველა არის აბსოლუტურად ზუსტად საქართველოს მოღალატეთა კავშირის წევრი. აი როგორ უნდა შედგეს კითხვა რო ისმება. იყოს ახლა დაახლოებით 60-70,000-იანი ქართველების გაერთიანება. იყო 70,000-იანი გულანტებული ქართველების გაერთიანება, რომელიც გამოვა კუჯეში და გვერდში დგება და ხმას ამოიღებს. გამოვიდეს მე რომელიმე დაყროვებული და დაბნელებული ქოცი და გამოვიდეს ერთი და ვერ შეამჩნიოს კუჩაში მიმავალი ადამიანი. რა იყოთ ქალბატონო, დამცინით? სხვა თემაზე ვსაუბრობ და რა ეზოთერიკაზე და რა მზის დაბნელებაზე მესაუბრებით, კაცო. მაგ ახლა მაგის განწყობა? თუ არ გაინტერესებთ, მისმენთ და ასეთ კითხვას მისმენთ, არა თემატურია, სხვა თემაზე ვსაუბრობ. იყოს, აი ელემენტარული კითხვას ვსვამ. იყოს 70,000 ქართველი ერთობით. ასასვლელია გვერდში ახალ დასადგომი, იმიტომ რომ არ დარჩეს ამდენი ოჯახი ამ დღეში. ამათ ხო დაეწყებათ ეგრევე პანიკა, ამათ ხო დაეწყოთ ეგრევე ისტერიკა. ამაშია საქმე. ამიტომ გამოსავალი არის აქ და არ არის გამოსავალი იქ პარტიაში. გინდა ქვეყნის გადარჩენა, მიიღე მონაწილეობა როგორც ერთმანეთმა ჯარისკაცმა და გადარჩება. შეიკრიბება 1000, 10,000, 100,000, რათაც მეტი შეიკრიბება, იმდენი საქმე გამოვა და იმდენი გაკეთდება. სანამ ქართველების ერთობა არ იქნება, ყოველგვარი სკამის, პარტიის, თანამდებობის და რაღაც სულელეების გარშემო, არჩევნები იქნება თუ რა იქნება, არა, საქართველოს კეთილდღეობის ირგული. მანამდე არაფერი საქართველოს არ ეშველება. ასე იქნება როგორც არის პარტიული ცხოვრება, შევარდნაძის სისტემა, ნაკურთხი ზემოდან მერე როგორცა.
როგორ არ დარჩა ეხლა კატო რას მელაპარაკები ეხლა 1,300,000 ადამიანი არის ხო 1,300,000-დან 100,000 ადამიანი არ შეიძლება გამოვიდეს და გააკეთოს მაგრამ სისტემას აყავს დაშლილი ხალხი რაღაც ახალი ამოგდებული ისა რა ქვია რა ციფრულ ფულზე ლაპარაკობთ ისე ჩვეულებრივმა ფულმა ხო ჩამოგლიჯა ხალხს ჯიბე იცით ვინმე საერთოდ რა ციფრულ ფულზე არის ლაპარაკი ციფრული ფული კი არა არსებოა ხალხს ართმეული კაცო არა ციფრულმა ხო იმასქნა რა ქვია რა შემოვარდება ახლა ციფრული ფული ბეჭედი სადაგავთ ფულის ვალებში იხჭობა მთელი საქართველო სამშობლოა დასაბრუნებელი მაგ ციფრული ფული და მსგავსი რაღაცები არის სხვა რამე და სხვაგანაა საფიქრებელი კი არა ერი არის ასე 1 2 3 4 5 ერთ მუშტად შესაკრავი და მე იფიქრა ციფრულ ფულზე შემოგდებულ თემებზე კი შეიძლება არა ეს ასე წელწამოსაკრავი თემა თქვენ კაი ხალხო მაგრამ ახლა ციფრულ ფულზე მეტი პრობლემა თუ არა ქართველებს ერთობაზე მეტი პრობლემა ციფრული ფულია და ამ მაღაროელების პრობლემაზე მეტი ციფრული ფული არის და მსგავსი რაღაცები აღარ ყოფილა გზია საშველი აღარ ყოფილა საშველი არაფერი არ გვეშველება მაშინ ეგა სიმართლე საქმის გაკეთება არავის უნდა ტლიკ-ტლიკინი მარტო დაიწყებს ვინმე საქმეს და ყველა ქილიკი კარგი შვიდობა მოგცეთ ღმერთმა და გეუბნებით რომ აი ჩემი მხრიდან რა ვიცი რა თუ რამე შემეძლია მეტი კიდე დამიკავშირდით ვინმე და რა ვიცი გენაცვალოთ ჩემი თავი ხარს უჭერ ორივე ხელით ხარს უჭერ შრომელი პატიოსანი ხალხის ყველა მოთხოვნას არ ვიცი ბევრი რაღაცა მაგრამ ვიცი რომ ესენი არასდროს არ მოითხოვენ მათ შორის პროფკავშირების გაუქმება იქნება თუ რა იქნება არ ვიცი ახლა მე ყველა არ შემისწავლია მაგ პროტესტი მაგრამ ვიცი რომ ამ მთელი ქალაქი ქუჩაში პირველად არ გამოდის და პირველად არ გამოუყვანია ამ ყველაფერს ორივე ხელით უჭერ მხარს ვიცი შრომელი კაცი არ მოითხოვს რაღაცა სასწაულს და სენსაციას იმას მოითხოვს რაც მოსათხოვია და გამოეთხრიეთ ეს ნაგავი კოცები ქუჩა რომ დაძუნკალობდით ხმა მოგვეცი 41 და გაიცით ახლა ამ ხალხს პასუხი და დაუდექით გვერდით თქვენ ნაძირალა ვირთხა ჭორვილელი მაიმუნთან ერთად კარგად ბრძანდებოდი